მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან: სამწუხაროდ მათი გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. კონტროლის განხორციელება მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა შესაძლებელი და ისინი შეუდგებიან დაბეჭდვას. კომპიუტერში გამოჩნდება დაბეჭდილი ხარ თუ არა და ამაზე იქნება დამოკიდებული მოგემსახურებიან თუ არა. 3.5 წელიწადი იქნება მძიმე. ვინც ამ სისტემას არ დაემორჩილება, ძლიერ გაუჭირდება. ბეჭდის დასმას არავის დააძალებენ, მაგრამ მისი უქონლობის გამო ადამიანი ცხოვრებას ვერ შეძლებს. ოქროს ან სხვა რაიმე სიმდიდრის მქონე ადამიანი ვერ შეძლებს მათ გამოყენებას. ამიტომ თუ აქედანვე შეუდგებით უბრალო, ზომიერ ცხოვრებას, შესაძლებელი იქნება იმ წლების ასე თუ ისე გადატანა. ვიქონიოთ პატარა მიწის ნაკვეთი, მოვიყვანოთ ცოტაუდენი ხორბალი, კარტოფილი, დარგოთ რამდენიმე ზეთისხილის ხე, ვიყოლიოთ ცოტაუდენი საქონელი, თხა, რამდენიმე ფრთა ქათამი. ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. თანაც მომარაგებას სარგებელი ნაკლებად ექნება. პროდუქტები დიდხანს ვერ გაძლებს, მალე გაფუჭდება, მაგრამ რასაკვირველია, ასეთი ზეწოლა დიდხანს არ გაგრძელდება. 3.5 წელიწადი. რჩეულთათვის დღენი შემოკლდებიან. ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.